მორიგი ავტომობილი Global Motors-ისგან. BMW X5. გამოხმაურება იმხელა იყო და მოლოდინი რატომღაც უკ წერენ, რომ აი ჩვეულებრივი X5 გატესტეთ, მოგდის წერილები. რატომღაც სამბოლოო დროს უფრო დიდი მოთხოვნა BMW-ზე. თავიდან რომ დაჯდები BMW-ზე, ну X-გულის ხო, არის ეს მომენტი, რომ ცოტა დრო გჭირდება, რომ შეეჩვიოთ ავტომობილს, რადგან გაბარიტები აქვს ცოტა დიდი. მაგრამ იმედი, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაქვთ, ნამდვილად საიმედო ავტომობილია, რადგან დიდი საბურავები გვაქვს და ტრასაზე კარგად დგას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედო ავტომობილი. სხვათა შორის crash test-ებშიც საკმაოდ დიდ ხულებს იმსახურებს ყოველთვის. პატარა ისტორიასაც თვალი გადავავლოთ, ეს ავტომობილი ჩაიფიქრეს სადღაც 2007-8 წლიდან და გაყიდვაში ჩაეშვა უკვე 2009-დან. და ახლა გეტყვით უკვე იმ სარკეებზე, რომელიც მე წინა ტესტის დროს თქვი, რომ აი GL-ზე რატო არ გააკეთეს დიდი სარკეები, რომ აი ეს ქარის წინაღობა ნაკლები ყოფილიყო და ავტომობილისთვის აეროდინამიკაში არ შეეშალა ხელი. ზუსტად იგივეს ვერ ვიტყვი მე ამ შემთხვევაში. კი, ხედვა კარგი გვაქვს, ძალიან დიდი სარკეები აქვს BMW-ს მარცხნივ და მარჯვნივ. ხედვა აი მართლა ძალიან მაგარია. მაგრამ აი ქარის წინაღობას ნამდვილად თავის თავზე იღებს აი ეს ორი დიდი უზარმაზარი სარკე. ეს სარკე ჩვეულებრივია, ამაში ყველაფერი კარგად ჩანს. ახლა გეტყვით, რა თქმა უნდა, მაქვს მე ფრეგოს ტალონი. ჩავასხავთ, რომ კარგად და გემრიელად რომ გავტესტოთ ეს ავტომობილი და ფასის მხრივ კიდე ყველაზე დაბალი ფასი გვაქვს ფრეგოში. ესე იგი დიზელი ლარი და 26, ევრო რეგულარი ლარი და 35, პრემიუმი ლარი ნახევარი. ძალიან მაგარი. თავის ავტოდრომზე ერთ-ერთი საავტომობილო გადაცემის ტესტის დროს ამობრუნდა BMW X5 და აქვე მადლობას ვეთქვი ნამდვილ გულშემატკივარს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა, ვინც იფიქრა, რომ თუნდაც ეს ჩვენ ვიყავით, ჩვენი გადაცემა იყო და თუნდაც დახმარების ხელი გამოგვიწოდა და იყოთ ხოვნები თუ რამე გჭირდებათ, ჩვენ აქ ვართო და მადლობა იმ გულშემატკივარს. მაგრამ იყო მეორე მხარეც, რომელსაც რატომღაც ძალიან გაუხარდა ეს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვენ ვიქნებოდით თუ სხვა გადაცემა, ეს რა თქმა უნდა ხარჯია და რა თქმა უნდა ცუდი შემთხვევაა. თუ რატომ მოხდა და როგორ მოხდა ეგ, რა თქმა უნდა სხვა თემაა. მე ყოველთვის რა თქმა უნდა მჯერა, რომ BMW მით უმეტეს X-ი არის ნამდვილად საიმედო ავტომობილი და იმასაც ვერ დავიჯერებ, რომ რაღაც ტესტის დროს მანქანა შეიძლება რაღაცა მოსვლოდა. თან მით უმეტეს ახალ ავტომობილს, ეს ბოლო მოდელი იყო. და მაინც მე იმ ხალხის ნამდვილად არ მესმის, ვისაც ეს გაუხარდა, რატომ უნდა გაგიხარდეს მაგალითად სხვისი უბედურება. ეს საკუთარ თავზე მე ბევრჯერ მაგ გამოცდილი, ძალიან ისეთი მესიჯები მიგვიღია. თუნდაც აი ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რასაც მე ავტომობილებს ტესტავ, თქვენ იცით რომ ყველა ავტომობილი არ არის ეგრევე ხელმისაწვდომი და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაღაცაზე ხელი მიუწვდება და ჩვენ მით უმეტეს ჩვენ გადაცემას, ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის, ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის და იმისთვის, ვისაც უბრალოდ აინტერესებს და ელოდება მომდევნო ხუთშაბათს. ასე რომ, ნუ გაგიხარდებათ სხვისი უბედურება. უბრალოდ ერთმანეთს გაუმართოთ ხელი და ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში, მეტი არაფერი. ეს არ არის ავტომობილი, რომლითაც თქვენ შეძლებთ მაინც და მაინც off-road-ში თავი გამოიჩინოთ. მოდი ამას დავარქვათ უბრალოდ ტრასის მანქანა. კი არის პარკეტნიკი, მართალია, მაგრამ ძალიან მაგარია. აი ზუსტად ისეთივე ავტომობილი მიდის ჩვენს წინ. შეიძლება ჩვენი უფრო ახალია და უფრო ლამაზი, მაგრამ უკიდანაც რაღაც ძალიან მომწონს. აქვე მინდა გითხრათ, რომ სიჩქარე არ ეტყობა ამ მანქანას.
თან მით უმეტეს X-ი თუ ყავს, უნდა ყავდეს ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი. მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა თან დღეს თბილისში თუ გინდათ რომ გამოჩნდეთ, რა თქმა უნდა ყავდეთ ესეთი ავტომობილი. არ მომწონს სხვათა შორის აი ცოტათი ქარის ხმა შემოდის. ახლა მე ყველა პანჯარა აწეული მაქვს, ლუკიც დახურულია, მაგრამ მაინც მესმის ქარის ხმა. სპეციალურად არ ვთავ ჯერ აუდიო სისტემას, რომ არ გადაფაროს და ეს მაინტერესებს შევიგრძნო საკუთარ თავზე. ეს იგივეა, რომ ალბათ თქვენ წახვიდეთ ცოტა ჩქარა. ახლა მე ვიდივარ 100 კმ/სთ სიჩქარით, მეტი არ შეიძლება. აი კუპრონელაც გავივლი, რადარები დგას. და ესე იგი რა გამოდის, რომ რაც უფრო ჩქარა წავალთ, უფრო შემოვა ქარის ხმა. არ მინდა მე ეს დავიჯერო. კიდე რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ ზივარ მე მაღალზე და უფრო ცოტა ადრე დავინახავ, თუნდაც იმ გაფუჭებულ გზას, რომელიც მსუბუქი მანქანიდან არ ჩანს. ახლა ვთქვათ მის კონკურენტებზე. ახლა პირველი რაც შეიძლება მარკეტინგებიდან გამახსენდეს, ის რა თქმა უნდა ისევ და ისევ ამ თაობის ML-ი, რა თქმა უნდა Toyota-საც ყავს და Lexus. ამის კონკურენტები RX-ი მაგალითად, Audi ყავს Q7. როგორ შემოდის ქარის ხმა, თუ მე მგონი გარეთ ძალიან ქარია და სალონი სხვათა შორის ძალიან მომწონს Audi-ს. საჭე და ალბათ თვითონ გაწყობა და ტორპედო, რა თქმა უნდა, მომწონს Mercedes-ის. სავარძლები საერთოდ ძალიან მაგარი აქვს BMW-ს. ამ შემთხვევაში იმდენად კომფორტული არ არის, მაგრამ მაინც ხასიათობრივად მე ამ შემთხვევაში ავირჩევდი BMW-ს. რაც უფრო მაღალი კომპლექტაციის X5 ყავთ, მით უფრო კარგად იგრძნობ თავს დამჯერეთ. კოლოფი გვაქვს, რა თქმა უნდა, ავტომატური, შეგვიძლია ვამუშაოთ ტიპტრონიკი, მექანიკური რეჟიმი, მარცხენა მხარეს გადმოვთავთ, არის მანუალი და შემდეგ უკვე ხელით ჩვენ შეგვიძლია დავაკლოთ სიჩქარე და აგრეთვე მოუმატოთ. მე-4, მე-5. ну, რა თქმა უნდა, ეს არ არის SMG კოლოფი, კი რეაგირებს, მაგრამ ცოტათი იგვიანებს. გადართვას ცოტათი იგვიანებს. მოდი როგორც მექანიკა ისე გამოვცადოთ. აი მოსახლეში შესვლა, მეორეთი შევედით. მოსახლეშიც კარგია, მესამე. უბრალოდ იმაზე მეტი არ უნდა მოვთხოვოთ ავტომობილს, რაც შეუძლია. ფოტოშოპში კაი მდგრადობა აქვს და ყოველთვის სულ მეგონა, რომ უფრო ამობრუნების საშიშროება ქონდა ალბათ Q7-ს, იმიტომ რომ უფრო ვიწრო მანქანაა თითქოს. ML-ი კი, ვთქვათ, გავს. აი ნაკლები ალბათობა ამობრუნების უკვე GL-ის, რადგან GL-ი უფრო გრძელია და ნუ იგივე პრინციპია ალბათ რაც ავტობუსის. ავტობუსის ამობრუნებას ძალიან რთულია. ეს ტესტებიდან გამომდინარე. ანუ ავტომობილი რაც უფრო გრძელია, მით უფრო რთულია მისი ამობრუნება. აი ძალიან ხშირად ყირავდება მაგალითად ორკარიანი ავტომობილები, მით უმეტეს ჯიპები. ჩავხედოთ მოდი საბარგულს. ესე იგი გასაღები აღარ გჭირდება და არ ვიცი ეს რამდენად კარგია, მე ძალიან არ მომწონს რომ ორად იღება საბარგული, საერთოდ უფრო ხმას იწვევს ხოლმე. მაგრამ ტევადობისთვის რა თქმა უნდა კარგია. აი მე მიდგომისთვის ცოტა რთული. სადაც შეგვიძლია მსუბუქი ბარგი დავაწყოთ, აი ესეთი ფარდა, ეს რა თქმა უნდა კარგია და აი ესეთი დიდი საბარგული უკვე იშლება ჩვენს თვალწინ. აი აქ კი გვაქვს უამრავი სათავსოსთვის ადგილი. ძალიან ტევადია ეს ავტომობილი სხვადასხვა. არის კომპლექტაცია, სადაც გვაქვს მესამე რიგიც. ეს საჭე არ მომწონს. X-ის საჭე რა თქმა უნდა მომწონს. M-ის. თუ მას აქვს M ღილაკი და თვითონ M პაკეტი. გარედან ეს მანქანა ძალიან ლამაზია, ამჯერად ჩვენ გვაქვს 3 ლიტრიანი ძრავი
რომელიც საკმაოდ ეკონომიურია. აი, თუ თქვენ გინდათ რომ დაისვენოთ, აი ამოისუნთქოთ, მოშორდეთ, თუნდაც 2-3 დღით მაინც ბენზინგასამართ საწვავებს, მაშინ თქვენ უნდა იყიდოთ დაბალძრავიანი ავტომობილი. ხა თუ თქვენ გინდათ მაინც ხმა და ამ ავტომობილით მაინც ვიღაცას გაუსტარტოთ და აჩვენოთ თუ რა სწრაფი ავტომობილია, მაშინ რა თქმა უნდა იყიდეთ 4 და 4 ან 4.8 ლიტრი მოცულობის და თუნდაც ბიტურბო. მე მაგალითად ამ ავტომობილს მხოლოდ ვიზუალის გამო ავირჩევდი M პაკეტს, ან თუნდაც რაიმე ტიუნინგში. ძრავს ავირჩევდი პატარა ძრავს. 10-15 წლის წინ შეიძლება ესე არ მეფიქრა. შეიძლება მეთქვა, რომ რაც ძრავი დიდია, მით უკეთესია, მაგრამ ჯერ მარტო ჯიბეს ურტყავს. ეს ყველაფერი ფინანსური მხარეა და მეორე კიდევ უბრალოდ ძალიან ხშირად მოგიწევთ თქვენ ბენზინ-გასამართ სადგურზე შესვლა. სალონი გვაქვს ტყავის სავარძლები, აქაც მე ვაკვირდები სავარძლებს და მინდა გითხრათ, რომ აქაც ეკონომია გააკეთეს ტყავზე. შუა გული საერთოდ როგორც მიღებულია იყერება ტყავით, მაგრამ ეს გვერდითი მხარეები, ეს გვერდითი საბჯენები უკვე არის ტყავის შემცვლელი. აი თუნდაც იმ პატარა დეტალებით ალბათ ხვდებით თუ რამხელა რაოდენობის ტყავი წავიდოდა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ავტომობილის ფასს გაზრდიდა ზევით. ტორპედო რა თქმა უნდა არ არის ჩვეულებრივი პლასტიკატი, მაგრამ გაუმჯობესებული ხარისხის. თეთრი მე ძალიან მომწონს, თეთრს უხდება რა თქმა უნდა შავი სახურავი და თან პანორამული სახურავი. ახლა ჩვენ გვაქვს ჭერი, შუშის ჭერი, რომელთაც შეგვიძლია დავტყვეთ ხედებითაც. და მით უმეტეს თუ ესეთ ლამაზ ადგილას გამოხვალთ თქვენ, როგორც არის მცხეთა, მცხეთისკენ. სიჩქარე გვაქვს 260 კილომეტრებში, ნუ მილებში გვიწერი 160. მე მგონი საკმარისია ამ ავტომობილისთვის. ჩვენ გვერდზე ლეგენდარული მეხუთე სერია, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება. დაკვირვებული ვარ, როდესაც ჩვენ ვიღებთ BMW-ს, გვხვდება ძალიან ბევრი კარგი BMW. როდესაც ჩვენ ვიღებთ Mercedes-ს, მაინც მაშინ უნდა ჩაგვიაროს კარგმა Mercedes-მა. შეიძლება დამთხვევა. მიუხედავად იმისა, ძრავი პატარა გაქვთ თუ დიდი, BMW-ს ხასიათობრივად მაინც დევს ის, რომ თქვენ როდესაც მიადგავთ აქსელერატორს, მისი ძრავი უცებ იღვიძებს, რაც არ უნდა მოწყენილი იყოს და მანქანა არ შეგარწმენთ. ძალიან მომეწონა ამ ავტომობილის აჩქარება, მომეწონა ამ ავტომობილის რა თქმა უნდა სტარტიც, მდგრადობა, რაც პირველ რიგში რითიც ფასობს X-ი, ავტომობილის დგომა ტრასაზე და ნუ მისი უსაფრთხოება. უკვე ამ ბოლო დროს, მით უმეტეს ახალ მოდელებზე, რა თქმა უნდა, უკვე უმაღლეს დონეზე აყვანილი უსაფრთხოება. ჩვენ დავაბრუნდით Global Motors-ში, თქვენ ხედავთ X-ის გარდა თუ რა ავტომობილებია. მე მგონი საომავლოდ ხვდებით თუ რა იქნება ჩვენი test drive-ი, მაგრამ მაინც მე ჩვენ ერთგულ მაყურებელს ვთხოვ რომ მოგწეროს და გითხრას თუ რომელი ავტომობილის ნახვას ისურვებდა ჩვენს მომდევნო გადაცემაში. მე კი დაგემშვიდობებით ზუსტად 1 კვირით. აბა, დროებით.